კანზასში დილით რამდენიმე გაუგონარი ამბავი დაფიქსირდა და სიგიჟე ამბების სიაში უნდა ჩავწერო. აბსურდული მომენტია, მთელი სამყარო მაინც ამ ერთ ადამიანზე ლაპარაკობს. რაც ვნახეთ, ეს უკვე ისტორიის კუთვნილებაა. შესაძლებელია თუ არა რომ 39 წლის ფეხბურთელი იყოს მსოფლიოში ისევ საუკეთესო. ანუ იმ დღეს როცა გოლები გაიტანეს კილიან მბაპემ და ერლინგ ბრაუნ ჰოლანდმა, მთელი სამყარო მაინც ამ ერთ ადამიანზე ლაპარაკობს. და ნამდვილად, არ გაგიკვირდებათ თუ მისი სახელი და გვარი ჟღერს ასე. ლიონელ ანდრეს მესი კუჩიტინი. არა ადამიანური შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელი, ვინც გუშინ 3 დარტყმით სოფლიო ფეხბურთის არაერთი რეკორდი გადაწერა. გამარჯობა, მე ნიკოლოზ დაბატაძე ვარ და გიყვებით ჩემ პერსპექტივას მატჩის კომენტატორის თვალით დანახულ ფეხბურთს და ბედნიერებას, რომელიც არგენტინა-ალჟირის შეხვედრის კომენტირებისას განვიცადა. ჩემთვის განსაკუთრებული ამბავია გულშემატკივრობ ადამიანს, ვინც 2005 წლიდან 2026-მდე განგრძობით ფაზაში, მაშინ როცა გეოპოლიტიკური მოწყობა, ადამიანების ცხოვრება, მსოფლიო ტენდენციები, ხელოვნური ინტელექტი, ელონ მასკი, მთვარეზე ექსპედიცია და ასე შემდეგ თანამედროვეობას ცვლის, ლიონელ მესი საუკეთესო მოთამაშეა. BlackBerry როცა ყველაზე პოპულარული smartphone იყო, თუ smartphone არ იყო, რა იყო? მოწყობილობა თუ რა იყო? BlackBerry. მაშინ როცა BlackBerry იყო ყველაზე პოპულარული და დაწინაურებული, უახლესი ტექნოლოგიური მიგნება smartphone-ებში და მაშინ როცა Apple ინდუსტრიულ რევოლუციას გვთავაზობს. მთელ ამ დისტანციაზე როსარიოელი ბიჭი არის საუკეთესო და გუშინდელი დღე სიგიჟე ამბების სიაში უნდა ჩავწეროთ. თუ რატომ მაგას ახლა მოგიყვებით? იმიტომ რომ არაერთი რეკორდი ლიონელ ანდრეს მესის სახელთან დაკავშირდა. არგენტინისა და ალჟირის ნაკრებების თამაში მსოფლიო ფეხბურთისთვის უნიკალური იყო. კარგად დაფიქრდით და გაიაზრეთ ახლა რა მოცემულობას ვუყურებთ. მესი არის მსოფლიო ჩემპიონატის თანაბომბარდირი, საუკეთესო გოლზესთან ერთად 16 გოლით. და მესი არის საუკეთესო ასისტენტი მუნდიალების ისტორიაში. 8 შედეგიანი გადაცემა ისევე როგორც მარადონას. აბსურდული მომენტია, რისი დამთხვევის შანსიც არის უმცირესი. დაახლოებით ისეთივე მცირე, როგორც კაცობრიობის მთელი ისტორიიდან იღბალი და შანსი, რომ თქვენ დაბადებულიყავით მომენტში, როცა ლიონელ ანდრეს მესი ფეხბურთს თამაშობს. და საბედნიეროდ ჩვენ გაგვიმართლა. კანზასში დილით რამდენიმე გაუგონარი ამბავი დაფიქსირდა და ერთ-ერთი უეჭველად არის ის, რომ ლიონელ ანდრეს მესი პირველი ფეხბურთელი, ვინც 6 სოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა. და ამ პერიოდში დააგროვა სარეკორდო რაოდენობის 27 შეხვედრა. ასევე, ამ პერიოდში გაუტანა ყველაზე მეტ ოპონენტს, ვიდრე ვინმეს ოდესმე გაუტანია. 11 განსხვავებული დამწუხრებული გუნდი მესის ანგარიშზე. და თან ძალიან რომანტიკული ამბავია. არგენტინელებს მოგეხსენებათ რომანტიკა ყველაზე მეტად უყვართ, ეთყობათ ეს მწერლობაში, კინოში, ფეხბურთში აუცილებლად და ვთქვათ, რომ მესიმ მეორასე სანაკრებო შეხვედრაში მუნდიალებზე მისთვის პირველი ჰეტრიკი აიფორა. ჰეტრიკსაც ხო გააჩნია, აქ საქმე არ არის მხოლოდ გოლების სილამაზეში. თავარი ამბავია, როგორ მოძრაობს ეს ტიპი. ამასაკში სხეულის როგორი ბალანსი აქვს. რა აჩქარებები, ან დაცვაში როგორ ახერხებს რომ იყოს ამდენად პროდუქტიული. ეს ხო სიახლეა. მესის კარიერული ტრანსფორმაცია არის გამორჩეული ამბავი, რადგან არასდროს ლეო არ ყოფილა დაცვაში პირველი კაცი. ან არასდროს ყოფილა მაგალითი სხვა ფეხბურთელებისთვის, შემტევებს გულისხმობ, ითამაშათ საკუთარ ნახევარზე ასეთი მონდომებით, რასაც ხვიჩა კვარაცხელი აკეთებს. მაგრამ მესიმ გადაწყვიტა, რომ სანამ 39 წლის გახდება და ეს მოხდება ერთ კვირაში, არგენტინის ნაკრებისთვის ის უნდა იყოს ყველაფერში სამაგალითო პერსონაჟი. და გუშინაც საკუთარ ნახევარზე რამდენჯერმე ძალიან აგრესიული თამაშით გამოირჩა, როცა კორპუსი ჩაუყენა მეტოქეს, როცა ბურთი აართვა, ამის ვარდნა შემოგთავაზა და ასე შემდეგ. მთავარი მუღამიც ეს არის. მესი მიხვდა, როგორ გადააწყოს საკუთარი თამაში 39 წლის ასაკში, როგორ შეინახოს სხეულის, ფიზიკის იდეალური კონდიციები და ზუსტად იცის, სად რა ნაბიჯი გადადგას. თითქოს 3 წამით ადრე კითხულობს მეტოქის და თანაგუნდელის ჩანაფიქრებს. რაც საფეხბურთო ინტელექტის ყველაზე მაღალი გამოხატულებაა პირადად ჩემთვის, რაც ოდესმე მინახავს. როცა 2022 წლის 18 დეკემბერს ლუსაველში არგენტინამ საფრანგეთი დაამარცხა, ჩვენ ყველამ ჩავთვალეთ, რომ ფეხბურთი დაიხურა, მესიმ თავისი მთავარი მუღამები დაიკმაყოფილა
დიდად მიზნებიც აღარ დარჩა და პენსიაზე დასასვენებლად ამერიკაში წავიდა. ცოტა დაგვავიწყდა კიდეც რომ ფეხბურთს თამაშობდა. თუ გულწრფელები ვიქნებით. დილით გაზიარებული 1-2 პოსტი რომ ხდებოდათ, ეგ რა თქმა უნდა არ ითვლება. ხო და დაისვენა, მოემზადა იდეალურად და კანზასში ერთი მეგა აფეთქება შემოგთავაზა. ისეთი, რომელმაც მსოფლიოს ყველა წამყვანი გაზეთი, ფეხბურთელი, ერლინგ ჰოლანდი და ასე შემდეგ აალაპარაკა. ზეგან სიმბოლიზმზე და არგენტინელების პოეტურობაზე ვლაპარაკობდით და როგორი ამბავია წარმოიდგინეთ, მსოფლიოზე თავისი პირველი გოლი ძმამ გაიტანა 2006 წლის 16 ივნისს და მსოფლიოზე თავისი უკანასკნელი გოლი გაიტანა 2026 წლის 16 ივნისს. ერთი და იგივე დღე, ორივე თარიღში 6-იანი, ორივე შემთხვევაში საფირმო ცაცია და მარჯვენა ფეხი აუცილებლად, რადგან სერბეთსაც ეგრე გაუტანა და ალჟირთანაც გამოიჩინა თავი მარჯვენათი და 20 წელიწადში 2 დეკადაში მოქცეული ფეხბურთის ტრანსფორმაცია. ტაქტიკური ტრენდებიდან პეპ გვარდიოლას აღზევებამდე, სერ ალექს ფერგიუსონის პენსიიდან, სხვა ცალკეული ინდივიდების გამონათებამდე და ლუის ენრიკეს რევოლუციამდე, რომელმაც საფეხბურთო ევროპა დაიპყრო. დრო მიდიოდა, მოდა იცვლებოდა და ლიონელ ანდრეს მესი რჩებოდა იმად, რამაც თავი ჩვენ ყველას ერთად შეგვაყვარა. ახლა ძალიან სწრაფად იმ რეკორდებზე და მიღწევებზე, რომლებიც მესიმ დაამყარა, ყველაზე მეტი გოლი მუნდიალებზე საჯარიმოს გარედან, მე-5 და მე-6 ასეთი იყო, ჯერ გაუთანაბრდა რიველინოს მერე გადაასწრო. ჩემი საყვარელი სტატისტიკა, მესი არის ერთდროულად ყველაზე ახალგაზრდა და ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი, ვისაც არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოზე გოლი გაუტანია. დასაწყისიც, დასასრულიც, ალფაც, ომეგაც, ინიციანიც, ყველაფერი. რა თქმა უნდა, ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი, ვისაც მსოფლიოზე ჰეტრიკი შეუსრულებია და ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატების შეხვედრებში მატჩის საუკეთესოდ 12ჯერ დასახელებულა. 12ჯერ ტიპიდად გაიმთასით და ფოტოგრაფების წინაშე იპოზიორა. იმიტომ რომ საუკეთესოდ 12ჯერ დაასახელეს. ამ გაგრძობით ფაზაში 27 თამაში ტურნირზე, ანუ ყველაზე მეტი, უფრო მეტი ვიდრე ლოთარ მათეუს და შეიძლება ეს 27-30-ზე მეტიც გახდეს ამ მუნდიალზე. რატომაც არა. და მთავარი, ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატების საუკეთესო მოთამაშედ ტურნირის MVP-ით 2ჯერ დაასახელეს. მესამეც იქნება, არ ვიცი, გაგვიზიარეთ ეგ ცოდნა კომენტარებში. და რადგან ცოდნაზე საუბრობთ, მე გეტყვით, რომ ჩვენი პარტნიორი არის Quizball. Quizball არის ახალი საფეხბურთო თამაში, სადაც მოთამაშეები ერთმანეთს საფეხბურთო ცოდნაში რეალურ დროში ეთამაშებიან. მოიგეთ პრიზები, დააგროვეთ ქულები, გახდით ლიდერბორდის მონაწილე და დაიკავეთ მაღალი პოზიცია და გამოსცადეთ თქვენი თავი ისეთ თამაშებში, რაც მე და ანდროს ძალიან გვევასება. სადაც ცოდნის შემოწმება, სადაც საფეხბურთო ინტელექტი ყველაზე კარგად მუშაობს. და ბოლოს ჩემ პირად მუღამებზე დაგელაპარაკებით, თავს არ შეგაწყენთ, უცბად გაგიშვებთ, რადგან მესის გარდა მსოფლიოზე კიდევ ბევრი სხვა საქმეა. ჩემთვის მესის თამაშის წაყვანა დიდი ხნის განმავლობაში იყო რაღაცა შეუსრულებელი მისია და აუსრულებელი ოცნება და ასე შემდეგ. ძალიან გამიმართლა, როცა 2021-ში ჩემთან ერთად შეიცვალა სამუშაო გარემო. მე სეტან და სპორტზე აღმოჩნდი, მესი პარის სენ-ჟერმენში წავიდა. და ეგ ქიმია სულ მათქმევინებდა ხოლმე, რომ მესი დამყვება თუ მესის მე დავყვები და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ხუმრობთ. და ბოლო პერიოდში მქონდა ეს 2 წლიანი პაუზა, კოპა ამერიკას შემდეგ, მესის თამაშის გარეშე და გუშინდელმა დღემ ჩემთვის საკომენტატორო კარიერაში ალბათ წარუშლელი კვალი დატოვა. სანამ ჩემი მეხსიერება იარსებებს, სანამ ცოცხალი ვიქნები, სანამ შემეკითხებიან, რომელია ყველაზე ემოციური მატჩი, რომელიც წამიყვანია, ალბათ იქამდე არგენტინა ალჟირის ეს თამაში გამახსენდება. და რეპორტაჟისაც გამახსენდა ზუსტად ძალიან შემთხვევით აისა მანდის ამბავი 2018-2019 წლების სეზონი. მანდი მაშინ ბეტისში თამაშობს, მესი ბარსელონაში და აი ის ფანტასტიკური ჰეტრიკი ხომ გახსოვთ? ბეტისის გულშემატკივარიც რო ფეხზე წამოდგა და მესის ტაში დაუკრა. მაგ მომენტში ვიჯექი ტელევიზორთან, ბავშვი აღარ ვიყავი, უკვე დამწყები კომენტატორიც მეთქმოდა და ვფიქრობდი, ოდესმე მექნებოდა თუ არა იმის ბედნიერება, რომ მესის ჰეტრიკი წამეყვანა. ხო და პასუხი არის ასეთი. საბედნიეროდ მე ამ იღბლიანთა შორის ვარ და საბედნიეროდ მესის თამაშის წაყვანა მუნდიალზე კიდევ მომიწევს. მუნდიალის მოქმედი გამარჯვებული ისევ ფავორიტების სიაში წერია. კაცმა არ იცის ხვალდაზე რა იქნება. გარჩება თუ არა ეს პერფორმანსი მესის ერთადერთ გაელვებად, ან იქნება თუ არა ამ მასშტაბის, ამ დონის კიდევ რამდენიმე შეხვედრა და გამოსვლა, მაგრამ რაც ვნახეთ, ეს უკვე ისტორიის კუთვნილებაა. ხო და კომენტარებში დაგვიწერეთ, რას ფიქრობთ მესის გამოსვლაზე, არგენტინის ნაკრების შანსებზე და ასევე დაგვიწერეთ. იყო თუ არა ეს ლეო მესის სანაკრებო
სამწუხაროდ ისტორიაში საუკეთესო შეხვედრა. მე მადლობას გიხდით, ტაფსონა და ანდრო სულ მალე დაგიბრუნდებით. შეხვედრამდე.